Hi. მე ხლა დღეს როგორც ტენისის კოუჩი ისე წარმოგიდგებით. ეს ჩემი მოსწავლე არის პატარა 6 წლის ასაკიდან ვიწყებთ ხოლმე ჩვენთან მიიღებას და გიორგი 6 წლის არის. 6 წელი ნახევრის. ჩვენი დავალება არის რომ გიორგის 2 კვირაში ვასწავლოთ ტენისის თამაში. გიორგი მითხარით, აქამდე გქონიათ ტენისთან შეხება? არა. ეს ჩვენ აუდიტორიას აინტერესებს, დიახ, გიორგი, რას ამბობთ? არა. რას მოილით ამ კურსისგან? სწავლას. და 2 კვირის თავზე რა იმედები გაქვთ? რომ ვისწავლი. გიორგი. ოქოს ატოლის მოგსამჩნევა 2 კვირის თავზე რა? გეგმები გაქვთ და რა მოლოდინები გაქვთ? რომ ვისწავლი ტენისის თამაშს. პროფესიონალურ დონეზე და შევეჯიბრები ფედერერს და ირაკლი გოგრაჭაძეს. ირაკლი, აქვე ჩართვა იქნება დიდ პატივში ხარ, რადგან ფედერერთან ერთად გახსენეს. მინდა გითხრა, ამას ხშირად ვერ გაიგებ. შენი ვიდეო დამჭირდება, აქ როკო ტრიალობ რა, ხალხს უნდა ვანახო რა მაგარი მოთამაშე ხარ. It was at this moment that he knew he fucked up. გლიჯავრა, გიფიცები რა. მოგესალმებით ვიმბლდონის ტურნირიდან. რაზე ითამაშეთ საერთოდ? მანქანა მოუგე. თქვენ რა იმედები გაქვთ 2 კვირის თავზე? შენ ჩემი იმედებს ყოველთვის ამართლებ ხოლმე. ყველაფერს ძალიან სწრაფად სწავლობ და მოლოდინი მაქვს რომ ამასაც ძალიან სწრაფად დაეუფლები და ნამდვილი პრო იქნები, მაგრამ საქმე რაშია, იცი? ბურთებით ვიყიდეთ, ბურთებით. ტენისი ძალიან რთული თამაში არის. შენ არაერთი 9-თავიანი დევის დამარცხება მოგიწევს. მარტივი ფაფის ჭამა. ბურთებს არ მახსნევინებ ჯერ. ქუთაისში რო ცურვას ასწავლიდნენ ბავშვებს, ჯერ ეგ მასწავლის წყალს რო არ უსხავდნენ. ბასეინში ჯერ ბურთები არ გავხსნათო, ეგრე მითხრა. ჯერ ჩოგნების ესე გაქნება უნდა ისწავლო, ესე დაგაყენებო ეხლა მითხრა და ესე უნდა იქნიო. და მე უკვე ბურთებსაც გაგიხსნიო შემპირ და 1 კვირის თავზე ბურთებს გაგიხსნიო. ეს იმიტომ არ გახსნევები, მათაც ერთი წამით ეს უნდა ჩამოვიცო, ეს მაგარი ხილთათმანია. არ გაგეჭეთოს. ეს ნამდვილი ბალენსიაგებია, ეგენ სხვა უშუალოდ. მოსაჭრელი არ გამიხდეს. ბურთების გახსნის. ეგრე არა, მოიცა 1 წამი. 1 წამით. მოწია ახლა, არ ვხსნი. გაუშხელი. არ ვხსნი. ესე უნდა ხმეგეთ. ხო. ვაუ. ესე რომ მეგაზიანი სასმელი იხსნებ, გიორგი. Red Bull-ი. აჰა, შენ სამი ახალ ბურთი. ხელები დაკავებული მოხს უკაცრავად. ხო, მართლა. ჩემი one and only ჩოგანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, რა ჩოგანიც კი მქონია. ეს ჩემი ანიტას რო ვაჩუქი. ეს ჩოგანი ვიყიდე ანიტასთვის, მაგრამ ხელს არ უკიდებდი, სანამ არ ჩამოვიდა. ხო, ეს ჩემი ძველი ჩოგანი პროსტაფია და ეს არის ულტრა 100L Wilson-ის V2 და 0. ხო, რეალურად ორივე ჩოგანი პლუს-მინუს ერთნაირი სტილის არის. ეს არის 277 გრამი, 655 სანტიმეტრი კვადრატში, 32.5 სანტიმეტრი. Tutte pezzotti, gatrinoleებული, დუაივოსენი, ემის ალბესის, ემის ასპრედოებით, ემის შებჩეკავჭებით, ემის კომპლექტებით, ქსანურებით, ჩავიჭერეთ, რეზონატო ჩახსული, პრიამიკე, ბოლოპაჯოკამდე, ემის დისკებით. საცაგინა, ძმა, საცაგინა. გინა ადგილი და ძმა. გინა გაგონებულზე ძმა. დაჭიმულობა აქვს 23-დან 27 კილოგრამამდე და 16-19-ზეა გადაჭიმული ზეთთოკები. თუ ვინმე საინტერესებს. ოკეი, შეხედე როგორ სწავლია, მე კი არ ვიცი როგორ წავიკითხო. ერთ დავიწყოთ? დავიწყოთ. მოდი პატარა გიორგი, მოდი. ვინა გოგო პატარა? მოდი. გინა ჩაგიტოკო. მოდი უდა დაგანგრიო, მოდი. ბავშვობიდან სკოლაში ვთამაშობდი ხოლმე იმას, პინგ-პონგს. ნახე? ოპა. კაი გოგო. და ეს მასწავლი თუ რა შვები? ტექსტი რო დაიჭი, გაწოდე. ირაკლი უნდა დაამყნო. სხვადასხვა არის ვიცი ეს მე და გიორგი მისსებში ვართ და ირაკლი ნიუ-იორკშია, ნიუ-ჯერსია. ერთმანეთსგან რეალურად ძალიან შორს ვართ და ჯერ ვერ მოახერხეთ რომ ნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ეს შორიდან ყოველდღურად მაინც კომუნიკაციაზე ვართ. ხო და გაბრაზებულები ვართ და მე სხვა შორის ირაკლიზე დაპირებული ვარ რომ გნახო მაგრამ უნდა გაგლახო თქო და გამალახინე ირაკლი თავი გამალახინე ჩამოდი ვიცი რომ ის გიშლია მაგ თუ არ ჩამოდი ხარ. ეგრე ვიზამ. ბაზარია. აი ოპა. ნახე? ოპა. კარგი ხარ.
ძალიან კარგი ხარ, თან ხო გეუნები. აი! აი. აი! არი თოლება. როგორ არა, ბადე არის და ჩავარდა. არი. გაკოცე თვალში. წავედი, ხომაგაცივა. საკუქსეთმელი. რასაც გააკეთე? აი მე ესეთი რთულია ქალის ცხოვრება რა, რთულია. ვინსტენის შეერკვევით შემნიშნავდით, რომ მოყვარულის დონეზე ვთამაშობ. ბავშვობაში ვთამაშობდი 2 წელი და შემდეგ უკვე ბოლო 3 წელი მეგობრებთან ერთად ხანკი გვიძის ბაღში, ხანკი დახურულ კორტებზე ვერთობოდი. რამდენიმე სამოყვარულო ტურნირშიც მივიღე მონაწილეობა. აქ ჩვენთან ახლოსვე რამდენიმე კორტი ვნახეთ, როგორც თავისუფალ გამოყენებაში მყოფი, ისე კერძო. სხვათა შორის ყველა ძალიან კარგ მდგომარეობაში. კიკვიძის კორტს და ბადეს შეჩვეულს ეს აქ ძალიან მიგვერს. როგორც საქართველოში ისე აქაც პადელი უფრო ტრენდული გახდა ბოლო პერიოდში და კორტები ძირითადად თავისუფალია. მე დიდად პადელის მოყვარული არ ვარ და ამიტომ გიოსაც ტენისს ვასწავლი. აქ უკვე ნელ-ნელა სწავლობს დარტყმებში, ჯერ ერთი კვირაც არაც დავიწყეთ და მე კმაყოფილი ვარ მაგალითად. სხვათა შორის უკვე იმ ეტაპზე გადავედით, როცა უკვე გიორგი მეუბნება, რომ წავიდეთ სათამაშოდ. ესე მომნება ხოლმე განმეორებით, თან ზუსტად ამდენჯერ. აი ჩვენც მოვედით სათამაშოდ, მიუხედავად ქარისა. გიო, კაბრიოლეტები მაინც მომწონს. ნახეთ რა ლამაზი კაბრიოლეტია. მაგრამ მე მაინც ჩვენი მანქანა მერჩევ. არ მიწრინო. შინჩი პატარა ხარ. მოსაყვალესი მანქანა ხარ, მოდი მოგიფრთხილ ცხვირუკაზე. აი კორტი. 3 კორტია, 3 ცარიელია. ეს მოგცა კიკვიძეში, ჰა? კიკვიძელებო. მე სხვათა შორის კიკვიძეში ვთამაშობდი ხოლმე ყველაზე ხშირად. ჩოქს და იქ 2 კორტი გვაქვს და აქედან რიგში დგომაგიწევს, მაგრამ არ ვთავრდება ეგრეგი თანაზოს ერთხელ რომ მოგიწევს, მე შემდეგი 3 წელი იცდი ისე რომ კიდე ერთხელ მოგიწიოს. გიომ თავისი პირველი გაბრაზება იგემა, ეხა ჩოგბურჩი და გაბუტული აღარ უნდა თამაში, არ ვიცი როგორ შემოვირიგო. ეს იგი ძალიან დიდი გაჭირვების წინაშე ვდგავარ. ეს არის ახალ ბედებზე არიან და უცბად ბრაზდებიან ხოლმე პირველივე წაგებაზე. არა და შეიძლება ეს რამდენჯერ წააგებს. დადგება მე ჩემსავი და ჩოგნების ტეხვას დაიწყებს. პირველად რო ჩოგნები ვისროლე, შეყვარებლები ვიყავით მე და გია და ჩოგნების სროლა ჩოგბურთელებში ძალიან ისეთ ჩვეულებრივი ამბავია რა. ანუ რო წააგებ, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ ძალიან გასცხლებელმა და გაბრაზებელმა ჩოგანი ისროლა და ერთხელ ტურნირზე ვიყავით წასვლები, მე და გია კაჭრეთში წამოვყვა, მე ვთამაშობდი ტურნირზე და მე-4 ფინალში წავაგე გაბრაზებულ. ბოლოს ჩოგანი ვისროლა და გენახეთ. გიორგის სახე როგორი სახით იყურებოდა ჩემ ნაცვლად ჩოგნას. ბრაზიანო დავყვება და ესა და ეხლა დელოდა შევხედავთ ამის ბრაზიანობას აბა კორტზე რომ დაიწყებს ესეთ ჩოგნების სროლას, მე მივიხოროხროხებ აქ ჩემთვის და ვიმაიმუნებ. აქ უკვე მე-9 დღეა რაც ვთამაშობ და პირველი გეიმით შედგა ჩვენ შორის. ანუ წესების მიხედვით ვთამაშობ? ხო. მე პირადად ძალიან მომწონს რა ტემპითაც მივდივარ და მგონია რომ ძალიან მალე გემრიელად ვითამაშებთ. თან ხომ ჩვენ პროფესიონალურ დონეზე არ ვცდილობთ სწავლას, თავარია გავერთოთ. ყოჩახ. ოპა. არა გიორგი, ჩემ გულშიც გაუხარდება შე რომ ჯობნიდე, მარა. ესე მალე კაცო. გიორგი ცოტა გამებუტა. просто просто თავის უბრალდება, იმიტომ რომ უნდა რომ უკეთესად გამოსწიოდეს და ჯერჯერობით რაღაცები ვარ გამოსწიეს ბრაზობს. მე თან ამ კამერას ვაყენებ ბადეზე რომ განახოთ როგორ თამაშობს. არა და თვითონ ჯერ ვერ ხვდება რომ ბევრად უკეთესად თამაშობს ვიდრე და წვეში თამაშობდა და ძალიან დიდი პროგრესი აქვს. თუმცა გაბრაზდეს, გაბრაზება ტენისში კარგია, მაგრამ შეხვეწები ყოველთვის თავია, გული არ აუშურდეს. მე-13 დღეა და ალაგ-ალაგ გეიმები მომიგო კიდეც. კაია. როგორც ვთქვით, შაბათ-კვირას ჩვენი მეგობრებიც უნდა წარმოვიდნენ სათამაშოდ და საინტერესო იქნება მათთან ერთად თამაშიც. არც ერთ ხელის მოსმას არ ამთავრებ. უკან.
ცოტა გაჩეჩილი ვარ, მაგრამ ამბები უნდა მოგიყვეთ. დღეს წავედით გიოს და გიოს მეგობრებთან ერთად აქეთკენ ტენისს სათამაშოდ და ერთ-ერთი მისი მეგობრის ძმებიც წამოვიდნენ. ხო და ერთ-ერთი თქვა, რომ გიოსო ვეთამაშებიო და ფსანს ჩამოვიდა აი Wranglers. იგით კენ რო აყენია და ეხლა ჯერჯერობით გიო იგებსიც პირველი ტურნირია გიორგისთვის. So I feel so proud. მოდით თქვენს გაყურებინებთ ჩემთან ერთად Wimbledon-ის ჩემპიონატს. მოგესალმებით Wimbledon-ის ტურნირიდან. ჯერჯერობით ბატონი გიორგი იმარჯვებს. შევხედოთ როგორ მიმდინარეობს თამაში. შენ იგებ? I'm so happy. ბატონო გიორგი, როგორ გზნობ თავს პირველი მოგების შემდეგ? ძალიან კარგად. რაზე დანიზლოდით? თავის მანქანაზე. გაგაკატავებ მართლა. მოვიგე 5-1. დამღალა. 5-1 როგორ მოიგე? 6-მდე უნდა მიხვიდე რომ დამეზარა. არ ვიცოდი მაგდენი. რა მოიგე? რაზე ითამაშეთ საერთოდ? მანქანა მოუგე. GP Wrangler-ი მოუგე. 2022 წლის. სხვა შორის ჩემს საყვარელი მანქანა აქამდე მხოლოდ გარიდან ვეტრფოდი და ეხა პირველი ჯერი იქნება როცა შიგნით ჩავჯდები და ვნახავ როგორი არის და მე არ შეიძლება რომ დავჯდე. არა არ შეიძლება, იმიტომ რომ მარცხმოწმობა არ გაქვს, თან ჩვენ სახელზე არ არის გაფორმებული, არც დაზღვევა არ არის ჩვენ სახელზე. ანუ არ შეიძლება რომ დავამტრიო. არა არ შეიძლება რომ დავამტრიო. ხანში ვნახავთ ჩემ მოგებულ მანქანას. კაი, ჯერ გაშება შენ. თავსაც გადავხდით, ყველაფერს ვიზავთ. ხო, რა მანქანია. წავედი ახლა მაგარი დაღლილი ვარ სუმაღალ. ეს უჯიგრედა იმიტომ არ ერთმე მანქანას. ხო. რას არ ვარ თმევ წამოეხლა. სუმაღლებს მირტყავ და გავიოფ. ეს მაიკა სტიფერი არ არის. სველია პრასტი. მე მინდა გითხრათ რომ როგორც დასაწყისში აღნიშნა გიორგი მარტივად ისწავლის თქო, ისი აგიხდეთ ყველაფერი. ისი აგიხდეთ ყველაფერი. ძალიან ამაყი ვარ შენით. ეხლა მივდივართ, რო გავშენოთ. ჩემი მოგებული მანქანით. ჩართულია ორივე მიკროფონი. სხვა შორის მე გასწავლე. იმდენი ვიშრო მე რომ ეს მანქანა მოგვეგო. I won't drive. I don't have license yet. I had in Georgia, but when I came here, I need to translate my birth certificate and then get it. Georgi! Oh, nice. You open the bottom part. Look! Too small for you, I guess. Too tight. You can move the seat if you want. You don't need that? Oh, you don't need it. I was looking for the friend brake down there. Does it have the camera? Oh, this is so nice. cool. Yo, ძალიან ახლოს კი ხარ ისე. არა უჭირს. რა უყო. This is nice. წავიყვანოთ აბა. Oh, it doesn't go. Oh, it went almost all the way back. Yeah. Gotcha. That's pretty cool. This is my favorite car, but he doesn't like it. And right now I'm like, Georgi, do you like it? Because we want to buy it. I think G-Class is better. Dude. Yeah, it's like we have a discussion, this versus like this or G-Class. But it's like for different purpose, you know, like. წინ ხარ ძალიან მიმჯდარია რა. ანუ მაგრამ არ And I think you can take this off as well, right? It also helps because this is. Can you take this off? Yeah, you can take it Oh, out. this is so cool. Like if you feel like Can you do that on You G-Class? see no, but you see those Yeah. things on the hood. Yeah. So you put this out, and those things hold this kind of. I've seen some videos, and you can take the doors off, and you can take everything off. That's why I like it. And you are saying G-Class. No way. I love it. Does it have a night vision? I don't care if you want a night vision, you have your CL. დღეისთვის სულ ეს იყო, მაგრამ ახლა ვზივარ და ვფიქრობ. თავიდან კი ვერ გავიაზრე, მაგრამ მართლა Wrangler-ზე მიდიოდა თამაში. ანუ მოწინააღმდეგე მართლა მანქანას გვაძლევდა მოგების სანაცვლოდ. ჩვენ კი მხოლოდ გასაენებაზე დავთანხმდით. მაგრამ რო ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მანქანაა, მოვიგეთ, თან გვეკუთვნოდა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენად არარეალური ნაძლევი იყო. ხო მოვიგეთ და არ წამოვიყვანეთ. რატო არ წამოვიყვანეთ?